რევოლუცია და არავინ არ დაშავებულა და არაფერი არ მომხდარა. აბსოლუტურად. სხვაჩვენს მინდა გითხრათ, არც კოლაფსები ყოფილა. მე დიდი ხანია ვამბობ. როდესაც ჯერთი რევოლუციას არასოდეს არ აწყობს ოპოზიცია. რევოლუციას აწყობს იდიოტი ხელისუფალი ყოველთვის. აბა კმაყოფილი და ხალხი რევოლუციას არ აწყობს. უკმაყოფილო ხალხი აწყობს. ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მიტაცებულია სახელმწიფო და რუსეთს ემსახურება მის ხელისუფლება, როდესაც აი ეს ორი ფრაზა მუდმივად ჟღერს ოპოზიციონერისგან და მე ამას ვეთანხმები ამ გზას, რომ დიახ, სახელმწიფო მიტაცებულია, არანაირი ბერკეტი და არანაირი ინსტიტუცია აღარ არსებობს, რომელიც არ მიიტაცა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. მაშინ მე ვფიქრობ, რომ მე უფრო მართალი ვარ და ვთვლი, რომ ერთადერთი გამოსავალი ეს გახლავთ ევროპული კონვენციის მიერ